დილიდან ქალაქს გამოცოცხლება დაეწყო. თეატრის შიდა ტერიტორია ეთნოგრაფიული სურათებით, შემოდგომასთან დაკავშირებული ტრადიციული რიტუალებით გაცოცხლდა. მოეწყო ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა გაყიდვა. გურული ღვინო და ყველა კერძი, რომელიც ღვინოსთან ასოცირდება, ფართოდ იყო წარმოდგენილი სახალხო დღესასწაულზე. Ამდელი დღის მადლი ფარადებს ჩვენს ქალაქს ოზურგეთს გაუმარჯოს. ალეგრობის დღესასწაულს გურულებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან და უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრები ესწრებოდნენ. Очень нравится, потому что вот вы можете показать, Гурия и Азургеты может показать, что они делают, ძალიან მომწონს აქ. თქვენ შეგიძლიათ გვაჩვენოთ გურიასა და ოზურგეთში რა საკეთებენ, რა მოხდა. ჩემთვის როგორც ლიტვის ელჩისთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ არა მხოლოდ ჩვენი საელჩოდან, არამედ ლიტვის ქალაქებიდან ძალიან დელეგაციები ჩამოსული. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები და მინისტრები კი ხვდებიან ერთმანეთს, მაგრამ სულ სხვა, როცა ხალხი ხვდება ერთმანეთს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ტყუილად არ ამბობენ ლიტვაში, რომ ყველაზე კარგი ურთიერთობა საქართველოსთან გვაქვს. Это настоящая дружба. Недаром в Литве все говорят, что самые лучшие отношения с Грузией. სახალხო დღესასწაული ალეგრობა მე-19 საუკუნის ბოლოდან იღებს სათავეს. ალეგრობა სათავეს იწყებს ჩვენ შეგვიძლია თქვათ დაახლოებით 2 საუკუნის წინ. პირველი ალეგრობას ალეგორიული ანალოგიური გაიმართა ნაგომრის ქალაქობა ეწოდებოდა მამია მეხუთე გურიელის დროს. ეს იყო 1816 წლის 17 ივლისი. აი ამ თარიღიდან შეიძლება ჩვენ აღივთქვათ ალეგრობა. მათ შორის მინდა გითხრათ, რომ აი ალეგრობაზე ბევრი ღონისძიებები ტარდებოდა და მათ შორის იყო სიყვარულის პოსტა. ბევრი კარგი ოჯახი შეიქმნა ოზურგეთში, მათ შორის ცნობილი ექიმების გრიგოლ მახარაძისა და ციცო ტიკანაძის ოჯახი, ცნობილი მსახიობი გიგოლა თალაკვაზისა და ეთერი სვანიძე, რომელიც იყო ლადო ასათიანის მუზა, აი ამათ კიდევ ვინიცის რამდენი კარგი ოჯახი შეიქმნა და სათავე მისა ალეგრობა და განძილას მივესალმები მიხარია. ხედავ რომ მიდის ქვეყანა ახალი გადაწყვეტილება ჩაენერგება გულში და წავა ქვეყანა წინ აბა თვარ გამოვიდა თვარ შეხოთ ერთეულა თვარ ნახა თვარ მიებარდა რა ვარ ეს ჩვენ. აგია სიტუაცია აგია ოფერო წელდაჭი ერთი რა უნდა ნახოს ერთი რომ აი ბედი თვარ მოახერხეთ თუ მოახერხეთ ბედი თუ ნახოს მაგრამ აი დღეობა რომ ჩვენი უზრუნველობა თუ ჩვენი გურის ერთ-ერთი საუკეთესო კუთხეა გვიხარია ჩვენ ყოფნა და ერთად რომ ნახეს ერთი მე მივყარე თავი დღე და ნახეს ერთი მეორე. პირველად არის დღეს ოზურგეთში ალეგრობა, არაჩვეულებრივი ემოცია, მართლაც გამოცოცხლდა ქალაქი და უსურვებ ჩვენს ხალხს, რომ ესეთი და სხვა მრავალი ყოფილიყოს ესეთი ღონისძიებები ჩვენს ქალაქში. გაელამაზებინოს და გაეხალისებინოს ჩვენი ქალაქი. ეთნოგრაფიული ღონისძიებების შემდეგ, რომელსაც მუსიკალურად ფოლკლორული ანსამბლები აფორმებდნენ, გიორგი სალუფაძის ფესტივალის დასკვნითი გალა კონცერტის ჯერით დადგა. კონცერტი კონკურსში მონაწილე ანსამბლების ალბომითა და ქორეოგრაფიული ანსამბლების მიერ შესრულებული ცეკვით გაიხსნა. კარგი საქმე გაკეთდა ამ ფესტივალით. აქ ნაჩვენები იქნა გიორგი სალუფაძის მიერ აღდგენილი ძველი ცეკვები, როგორიც იყო კალმახობა, რომელიც 1954 წელს დაიდგა პირველად და ცეკვა ფუნდრუკი, რომელიც 61 წელში იქნა დადგმული. ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი არტ გურიას წარმომადგენელი და ღონისძიების რეჟისორი ვასილ ჩიგოგიძე ფესტივალისა და სახალხო დღესასწაულის მნიშვნელობაზე საუბრობს. წელს ეს არის პირველი სასინჯი ნაწილი, ჩვენ შევეცდებით ალეგრობა აღვადგინოთ მთელი სიდიადით და მას ეწოდოს ოზურგეთობა. წელს ჩვენ მას ვეძახით ალეგრობა ოზურგეთში. ჩვენ გაისიდან უკვე ეს იქნება ოზურგეთობა და უფრო მეცაც გეტყვით ოზურგეთი ფოლკლორის ქალაქი. ალეგრობა გიორგი სალუფაძის საერთაშორისო ფესტივალი ოზურგეთ 1 წლით დაემშვიდობა.